ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1942 წლის 23 ივნისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საბჭოთა საინფორმაციო ბიუროსაგან 22 ივნისის განმავლობაში ჩვენი ჯარები ხარკოვის მიმართულებით ეწეოდნენ ბრძოლებს შედევაზე გადმოსულ მტრის ჯარებთან. ფრონტის სევასტოპოლის უბანზე გრძელდებოდა მედგარი ბრძოლები. ფრონტის დანარჩენ უბნებზე არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მოახდინა ინგლისის საბჭოთა კავშირის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ოფიციალურ მოკავშირეებთან ინგლისთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საბჭოთა კავშირის შეთანხმებამ ისეთი შტაბეჭდილება მოახდინა ჰიტლერელების და მათი დამქაშების ბანაკში თითქოს უმბარაგას გდაო. მტერი ამ ამბავს მოუმზადებელი შეხვდა. მალე იგი საკუთარ ტყავზე იგრძნობს სამი დიდი სახელმწიფოს სამხედრო ღონისძიებათა იმ ერთიანობის ნაყოფს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება. იზრდება ნაკადი საჭურვლისა, რომელიც იმ საჭურვლის აუცილებელ დანამატს შეადგენს, რომელიც ჩვენ ქარხნებში იჭადება მშობლიური წითელი არმიისთვის. ახალი პროგრამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირისთვის საჭურვლის მიწოდების თანხა 1 მილიარდიდან 3 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. ჩვენი ძალები მტკიცდება. ჩვენი რწმენა გამარჯვებისადმი ძლიერია როგორც არასდროს. წალენჯიხის რაიონის პერიას სახელობის კოლმეურნეობის სტახანოველმა ბოჩო გვარაცხელიამ მასზე მიმაგრებული ჩაის პლანტაციიდან 18 ივნისს მოკრიფა 2040 კილოგრამი ჩაის მწვანე ფოთოლი. ამხანაგმა გვარაცხელიამ ჩაის კრეფის დღიური ნორმა შეასრულა 17,000%-ით. გამოიმუშავა 255 შრომადღე და ფულად მიიღო 1020 მანეთი. მთელი მოკრეფილი ფოთოლი პირველი ხარისხისაა. დამთავრდა უდიდესი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლის აწევა და კვარცხლბეკზე დადგმა. ქანდაკების აწევას და დადების მუშაობას ხელმძღვანელობდნენ ამიერკავკასიის ჰიდრომონტაჟის კანტორის ინჟინრები ამხანაგები პეტრენკო და ბირუკოვი. უახლოეს ხანებში დაიწყება მუშაობა ძეგლისა და მისი მომიჯნავე ფასადების ტერიტორიების გასაფორმებლად. ძეგლის გარშემო ბაღი გაშენდება. ძეგლის წინ მოაჯირის ორივე ფრთაზე დაიდგმება ვეფხვის ქანდაკება. რუსთაველის თეატრმა მაყურებელს უჩვენა ახალი დადგმა. გიორგი მდივნის პიესა მოსკოვის მჭესთან. პიესა დადგა აკაკი ხორავამ, მუსიკა ეკუთვნის იონა დუსკიას. ეს ჰეროიკული დრამა მოგვითხრობს იმ მღელვარე დღეებზე, როდესაც გამხეცებული ჰიტლერელთა ბანდები გმირული წითელი არმიისა და მთელი საბჭოთა ხალხის მიერ სასტიკად იქნენ განადგურებულნი მოსკოვის მისადგომებთან. პიესა მოგვითხრობს ჩვენი ხალხის თავდადებაზე, ღრმა პატრიოტიზმზე და მზადყოფნაზე უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დაიცვას სამშობლოს ღირსება და თავისუფლება. პიესაში მონაწილეობენ აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ნინო ალექსი მესხიშვილი, ბუხუტი ზაქარიაძე, გიორგი საღარაძე და სხვები. გადმოიცემოდა 1942 წლის 23 ივნისის უკანასკნელი ცნობები.